სკანდალი გრძელდება, ხო ერთ რაღაც ცუდ ფეხზე გავიღვიძა და ვაგრძელებ. ბოლო პასუხი მე მგონი. მეტი აღარ გოცემ პასუხს. მოკლედ, არ ვიცი რატომ მომართავ რუსულად 4 ენაზე ვსაუბრობ და თავისუფლად შეგიძლია you can speak English to me if you want. There is no problem. Regarding the certification, there is no such thing as the Georgian certification. There is Prop 65, there is FDA, there is European Union. ანუ არ არსებობს ქართული სერტიფიკაცია, ეს შეგიძლიათ დაგუგლოთ, არ არსებობს. და არ მისმის რას ლაპარაკობ. არავინ არ აწარმოებს ამერიკაში, მეაწარმოებ იტალიაში, საფრანგეთში, გვაქვს გერმანიაში ქარხანა, გვაქვს ესპანეთში ქარხანა, უკრაინასთანაც თანამშრომლობდით. მოკლედ, ბევრ ადგილას ვაწარმოებ, ეს ერთ ადგილას არ ჩინეთთან არანაირი კავშირი არ მაქვს. და განსხვავებით სხვა ბრენდებისგან არ დავიწყებ მაგათ გაშავებას და დახუჭვას თვალების, როცა სხვას აშავებენ, ეგეც მაგრად ეხავს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მართლა ძალიან ვცდილობ. თუ არ მოგწონს ჩემი შეფუთვა, მითხარი რა არ მოგწონს და გულით გეუბნები, მართლა ვითვალისწინებ. რატომ მაქვს ცუდი შეფუთვა? შეგონი არ ვიცი, რომ ცუდი შეფუთვა მაქვს. იმიტომ რომ მე იტალიურ პროდუქტს, ფრანგულ პროდუქტს მართლა top-notch, აი რაც ყველაზე საუკეთესოა, ვფუთავ იაფიან პლასტმასაში, იმისთვის რომ საქართველოში მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ხარისხი და კი, ცუდ პლასტმასაში, აი კი, ძალიან უშნო შეფუთვაში. პლუს კიდე მეც არა მაგიხა მაინდა-მაინც მაგარი გემოვნება რა, მოდი მაგაზე შევთანხმდეთ, რომ არა ვარ ეხა ძალიან ყოჩაღი გოგო მაგამ ბავში. ნუ აი რაღაცა რაც შემიძლია, მაგრამ მინდა რომ აი ტუჩზე რო წაისმევს, ის ხარისხი კონდეს ძალიან მაგარი და არა პლასტმასი ჯიბეში ძალიან მაგარი. უი, ნახეთ რა ლამაზი პლასტმასია. შეხედეთ რა კარგი აი ამას არ ვაკეთებ რა ხალხო. არ მოგწონ ვარ. მესმის რომ ჰაიპისთვისაც სულ თაგავდა ჩემზე ხარ ესე ვთქვათ მე მომწონ ხარ წარმატებებს გისურვებ გესმის ნუ გამოიყენებ ჩემსას გამოიყენე ის რაც მოგწონს გაირკვა რაც მოგწონს წარმატებები გამოიყენე ეგ ხო აი რატო მას მიშვები რა ქვია მე რატომ აბულინგებ სხვათა შორის 2 წლის წინ როცა შენზე აგრავებდნენ ხელმოწერებს ერთადერთი ვიყავი ვინც არ მოაწერა ხელი შენს დაბულინგებას და შენს წინააღმდეგ ბრძოლას იმიტომ რომ წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ბულინგის იქნება ეს ჩემი თუ სხვისი მე მაგალითად რომ გავიგო რომ აბულინგებენ სხვა კომპანიას ან ვიღაცას ყოველთვის დაუდგები მხარში და ვიტყვი რომ ეს არ არის სწორი როცა მწერენ მე მაგალითად ნუკი კოსმეტიკსის სხვა კომპანიაზე რაღაცას ყოველთვის ვეუბნები ჩემს თანამშრომლებს რომ აი არ გასცეთ პასუხი, არ აყვეთ მაგას, არ შეიძლება, არა კოლეგიალური. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს ევროპაში, საქართველოში, ამერიკაში. სულ გაყიდულები ვართ. სულ. ძალიან კარგ რაღაცებს ვაკეთებ. არ ვაკეთებ იმას, რაც არის უკვე, ხო? აი მაგალითად რაღაცა თუ იყიდება საპონს არ გამოუშვი. არავის არ უდგარვართ წინ, არავის არ ვეჯიბრებით. ჩვენსას ვაკეთებთ. აი სხვა შორის გამოდის ძალიან მაგარი პროდუქტი, რომელიც არ არის საქართველოში. არც სხვას არ აქვს და არც არავის არ აქვს და ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ რომ არ არის. არა და აქ ამერიკაში ძალიან პოპულარულია და მოკლედ. ჩემს საქმეს ვაკეთებ. არავის არ ვაწუხებ. რატომ ადარებს სხვას? რატო მოგწონს ის ადამიანი? ნუ გადასარევია. მე ხო არაფერს არ გიშავებ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. არ დავდივარ ჩვენებებზე მართალი ხარ. არ მიყიდი არც ბილეთები, არც მოსაწვევს ვიღებ და არ მივიდვარ. აი გუშ ვალაგებდი სახს, მთელი დღე ვალაგებდი სახს. მერე ვაბანავე ბავშვი. მერე გავეცი პასუხი იტალიელებს, იმიტომ რომ რაღაცა ერთ-ერთი ინგრედიენტი გვაკლდა და ატყდა ერთი ამბავი ვერ ვაკეთებთ რაღაც. ანუ ჩემ პაწაწინა რაღაცა სამყაროში ვცხოვრობ რა და გცემ ბოლოჯერ პასუხს. წარმატებებს გისურვებ, კრისტი, ძალიან კარგი გოგო ხარ და ყველაფერს კარგს გისურვებ. მართლა გეუბნები. არ მაქვს შენთან პრობლემა და თუ ესე ძალიან არ მოგწონ ვარ, გთხოვ უბრალოდ არ გამოიყენე ჩემ პროდუქცია. ან გთხოვ მითხარი, აი შეფუთვის გარდა კიდევ რა არ მოგწონს. კიდე გამოგიგზავნი ჩემ რაღაცებს. ყველაფერს გამოგიგზავნი სადაც ხარ. გამოიყენე, ნახე, იქნებ ცდები და იქნებ მოგწონს. ანუ რატო ვემტერებით ერთმანეთს ხო ვერ მეტყვი? და ბულინგს რაც შეეხება, იცოდეთ, რომ დაბულინგებაც ხო ცუდია და დაბულინგებაზე დახუჭვა თვალისაც ანალოგიურად ცუდია, მე ასე მგონია, ამიტომ თუ იცით, რომ ვინმე სხვას აბულინგებს, არ დააბულინგებინოთ. წარმატებები, მიყვარხართ, რა მომივიდო აქ.